მოგესალმებით. მე ვარ ფსიქოლოგი ელენე ქორიძე და ეს არის პოდკასტი. აი ეს ახალი ინიციატივა, რომელიც თვეში ერთხელ გთავაზობთ შემეცნებით და ანალიტიკურ საუბრებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების გარშემო. ვცდილობთ ახალი პერსპექტივიდან დავინახოთ ის, რაც ჩვენთვის ნაცნობი, უცნობი ან ბუნდოვანია. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გადაიქცა ციფრული სივრცეები რეპრესიების ინსტრუმენტად საქართველოში, რა გავლენას ახდენს ის ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ემოციურ კეთილდღეობაზე და როგორ შეგვიძლია ვიპოვოთ წინააღმდეგობის ზრუნვისა და სოლიდარობის გზები. სწორედ ამ თემაზე ჩვენი სტუმარი არის თეონა დალაქიშვილი, საერთაშორისო პროექტების მართვის სპეციალისტი, ლექტორი და ტრენერი, რომელიც 15 წელია მუშაობს სამოქალაქო საზოგადოებასა და განათლების სფეროში. ის აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო ტექნოლოგიების სექტორთან თანამშრომლობაში, როგორც მენტორი და მრჩეველი. სალამი თეონა და მადლობა, რომ დღეს ხარ ჩვენთან ერთად. როგორ ხარ? შეძლებს დაგვარად. ეს არის ჩემი ბოლოდროინდელი პასუხი და პირიქით ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. თეონა, ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში აქტიურად ვცდილობთ უსაფრთხო ციფრული სივრცეების შექმნის მნიშვნელობაზე გავზარდოთ ცნობიერება საქართველოში და ჩვენი წვლილი ჩავიტანოთ ასეთი უსაფრთხო ციფრული სივრცეების შექმნის პროცესში. საუბრობთ ტექნოლოგიებით ხელშეწყობილ ძალადობაზე და ზუსტად 1 წლის წინ ამ დროს ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომ შეგვესწავლა სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალების, პოლიტიკოსების, აქტივისტების გამოცდილებები ციფრულ ტექნოლოგიებით ხელშეწყობილ თავდასხმებთან დაკავშირებით და კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ როგორც წესი ციფრული თავდასხმები ორკესტრირებული სტრატეგია არის მთავრობის მხარდამჭერი პროპაგანდისტული მედიებისა და ონლაინ გვერდების, ტროლებისა და ბოტების მხრიდან, რომელიც ამ ადამიანების, აქტივისტების, ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაციას, განეიტრალებას ემსახურება და ხშირად ის არ შემოიფარგლება მხოლოდ სოციალური ქსელებით და გადადის ფიზიკურ სივრცეშიც. და ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოში ქალი პოლიტიკოსების შემთხვევები, რომლებსაც გაუვრცელეს ფარული ვიდეო ჩანაწერები, რომელიც აღწერს მათ ინტიმურ ცხოვრებას და ეს იყო მათი გაჩუმებისა თუ შერცხვენის მიზნით გაკეთებული, ხო? თუმცა პირველად დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ვხედავთ, რომ მიღებული რეპრესიული კანონების პარალელურად, როგორ იყენებენ ციფრულ სივრცეს დამატებითი რეპრესიებისთვის და ვხედავთ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რომ ადამიანებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებს Facebook-ზე დაწერილი პოსტების გამო იბარებენ სასამართლოებში, საჩივრების შევიდა ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან და მათ აჯარიმებენ. მე ვხედავ ამას, რომ ეს ადამიანები სტრატეგიულად შეარჩიეს კონკრეტული ადამიანები, რომ თუ შეგიძლია გააჩუმო აქტიური ადამიანი, გაჩუმდებიან სხვებიც. და ჩემი პირველი კითხვა სწორედ ამ თემას უკავშირდება და მაინტერესებს, როგორ ფიქრობ, რა გზავნილი არის ეს? რაზე მიგვანიშნებს და რა საფრთხეებს ბადებს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს დემოკრატიისთვის? ხანო ეს არ არის ახალი ამბავი და ეს არ არის ის, რაც ჩვენთან დაიწყო, ხო? ანუ მთელი აღმოსავლეთ ევროპა მოცული აქვს ზუსტად იგივე ტიპის პროპაგანდას და იგივე ტიპის ინსტრუმენტების გამოყენებით ხდება აქტივისტების და რა თქმა უნდა განსაკუთრებით ქალების გაჩუმება და ბოლო რამდენიმე წელია ეს გენდერული ნიშნით ჩადენილი ონლაინ ძალადობა უფრო და უფრო აქტუალური ხდება, იმიტომ რომ ფაქტიურად მოძალადების მიზანი არის, რომ მოსახლეობის ნახევარი, ანუ ქალები საერთოდ გააქროს ონლაინ სივრციდან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს ცხადია. ერთი ეს მიზეზი არის ის, რომ მიზეზებსაც რა შევახოთ უბრალოდ. მოკლედ, ერთი მიზეზი არის ის, რომ რაღაცნაირად ხშირად ეს პროტესტი ქალებზე დგას ხოლმე, რატომღაც საბოლოო ჯამში მიუხედავად ყველა კულტურული ნარატივის ასე გამოდის და მეორე მათი გაჩუმება ბევრად უფრო მარტივია იმ ხერხების გამოყენებით, რა ხერხებსაც ეს ადამიანები იყენებენ. ხო, აი ახსენე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება და ქალები ყოველთვის უფრო მოწყვლადები არიან მსგავსი ტიპის შანტაჟის მიმართ, ისევ და ისევ იმ ნარატივების და ნორმების გამო, რაც ისედაც არსებობს საზოგადოებაში. გზავნილი ერთია, სამწუხაროდ და საბედნიეროდ იმ კუთხით, თუ მაგალითად ამას შევხედავთ, რომ ეს პრაქტიკა უკვე ვიცით, როგორ მუშაობს და მოდი აქედან ვისწავლოთ და ესე ვთქვათ, შევცვალოთ რაღაც და ვიბრძოლოთ, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენთან არ დაწყებულა, როგორც ვთქვი. და პირდაპირ copy-paste-ით არის გადმოტანილი რაღაც რუსული პროპაგანდის რაღაცა
ასე ვთქვათ, მენუალი არის აღებული და პირდაპირ დანერგილი ჩვენს ქვეყანაში, ხო? და ნუ ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რა თქმა უნდა, მათთვის ბევრად უფრო მარტივია ამის მართვა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან ადამიანების შეხედულებები, ადამიანების შეხედულებები ქალებზე, მათ ცხოვრებაზე, მათ როლზე საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს გლობალური პრობლემაა და გავრცელება გლობალურად საკმაოდ მაღალია და საკმაოდ დიდი გამოწვევა არის, მაინც საბოლოო ჯამში იმ ქვეყნებში, სადაც ქალის როლი ისე დაკნინებულია, ის პირდაპირ ეუბნება, რომ შენ ხმის ამოღების უფლება არ გაქვს. ანუ დღეს ძართულია საერთოდ ამ განსაზღვრებაში არ მოაქციო ვინმე, ხო? ანუ აქტიურ და საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს გულისხმობ, ხო? იმიტომ რომ ფაქტიურად Facebook-ზე გაკეთებული სტატუსი ან აქციაზე გასვლა ნიშნავს, რომ უკვე საზოგადოებრივად აქტიური ქალი ხარ, ანუ ჯგუფი საკმაოდ დიდია რა, ანუ ის ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი ურტყავს, საკმაოდ დიდია და გზავნილი არის ძალიან მარტივი. ხშირად საუბრობთ ხოლმე ამაზე, ხო, რომ აი ვის შეიძლება უფრო მეტად შეეხოს მაგალითად ეს რეპრესიები. რეპრესიები ეხებათ იმ ადამიანებს, როგორც ჩვენ თქვი, ვისი გაჩვენებითაც ბევრად უფრო მარტივად გაჩვენდება უფრო მეტი ადამიანი და უფრო მეტ ადამიანს მიწვდება, რომ თუ მას მოერივნენ, თუ იმ ქალს მოერივნენ, რომელიც ხშირად და მუდმივ რეჟიმში აქტიურად გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას, აბა მე რას მიზამენ, ხო? ეს დამატებითი წნეხიც არის ხოლმე აქტიური ქალებისთვის. თავისთავად და შენ ახსენე კვლევა, რომელიც ჩაატარეთ და ამ პერიოდში კიდე რამდენიმე კვლევა ჩაატარდა და მათგან ერთ-ერთი იყო ძალიან საინტერესო კვლევა, რომ ქალები და განსაკუთრებით ის ქალები, რომლებიც არ ცხოვრობენ დიდ ქალაქებში, წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობებს, რელიგიურ უმცირესობებს და ასე შემდეგ, გარდა იმისა, რომ იქცევიან აი ამ საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ, მე უკვე მეორე მხრიდან შიგნიდან ოჯახის მხრიდან ხდებიან ძალადობის მსხვერპლი და რა თქმა უნდა ეს ინტერსექციულობა როცა შემოდის, კიდევ უფრო კომპლექსური ხდება მთლიანად ეს ყველაფერი და ეს იმ ადამიანებმა, ვინც ამას აკეთებს, თავისთავად ძალიან კარგად იცის და შესაბამისად ძალიან კარგად იყენებს ამ გზავნილს, რომ შენ არ გაქვს უფლება, შენი აზრი გამოხატო და შენ უნდა გაჩვენდე. საბოლოო მიზანი ეს არის, რომ არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ შეიძლება სხვა რო ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს არის ტრავმა, რომელიც ბოლოს გადაწყვამდე მივყავართ და უბრალოდ საერთოდ ყველაფრის გაუქმებისკენ და გაჩვენებისკენ გვიპიწყებს. და ძალიან საინტერესოა, რასაც ამბობთ და ჩვენმა კვლევამ, რომელიც დასაწყისში ვახსენე, ის მიგნებაც ჰქონდა, რომ ხშირ შემთხვევაში არა პირდაპირ აქტიური ქალების მიმართ იყენებენ ასეთ რეპრესიებს, არამედ მათი ოჯახის წევრი მამაკაცების მიმართ და ესეც არის ერთ-ერთი მექანიზმი, ასე ვთქვათ, რომელსაც მიმართავს ხოლმე ხელისუფლება. იმიტომ რომ იციან ვიზე უფრო მეტად იმოქმედებს ეს დამამცირებელი, ასე ვთქვათ, საუბარი და მუქარა და კაცი არ ხარ, გააჩვენე. რა თქმა უნდა. შენ სწორს ვერ უნდა მიხედავ და ასეთი რეპლიკები კი, ასეთი кейსები ყველა კვლევაში ძალიან ხშირად ამოდის, ესენი არიან მამები, ძმები, ოჯახის წევრები, პარტნიორები და უფრო მეტსაც ვიტყვი, ანუ გლობალურადაც და საქართველოში რამდენიმე кейსი იყო, სადაც პირდაპირ დავინახეთ, რომ ძალიან ხშირად ისინი იყენებენ ამჟამინდელ ყოფილ პარტნიორებს ინფორმაციის მოსაძიებლად. არა თუ იმისთვის, რომ გააჩვენონ ქალები, არამედ რომ ინფორმაცია შეაგროვონ. და ესეც ძალიან საინტერესო მახასიათებელია. როგორ ყველაფერზე წამსვლელი შეიძლება იყოს რეჟიმი, მაშინ როდესაც მას უნდა, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირება საერთოდ შეზღუდოს და გაუქმოს ხმა ქალებს. და აი ციფრული სივრცის რეპრესიულ მექანიზმად გამოყენება, გარდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ერთი მხრივ დემოკრატიული განვითარებისთვის და ზოგადად დემოკრატიის მშენებლობისთვის იმ შემზღუდავი კანონების პარალელურად, რომელსაც ქართული ოცნება იღებს და უკვე მიიღო. და მეორე მხრივ ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ჩვენ ხედავთ, რომ საგრძნობლად მოიმატა შფოთვის დონემ, ადამიანები ეჭქვეშ აყენებენ საკუთარ აზრებს, ფიქრებს, ემოციებს, ხშირად მიდიან იზოლაციაში და ყველაზე მძიმე შედეგი, რაც ამ ყველა ფერს შეიძლება თან ახლდეს, ეს არის თვითცენზურის ჩამოყალიბება, როდესაც შენ ჩუმდები არა იმიტომ, რომ არასწორი ხარ, არამედ იმიტომ, რომ აქ წამყვანი არის შიში. და ჩემ ირგვლივ მე ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად მისმის ესეთი ფრაზები, რომ აი რა კარგ დროს გამიუქმებია Facebook-ი. მე არაფერს არ ვწერ და შენც ნუ დაწერ. და ასე შემდეგ. ხო, შეიძლება რომ ყველაფერზე კომენტარი არ გააკეთო. და ძალიან ეს თვალსაჩინო არის ეს თვითცენზურა, რომელიც ყალიბდება ადამიანში, ხშირ შემთხვევაში როგორ ცვლის ადამიანების
ქცევასაც. როდესაც პოდკასტისთვის ამ ეპიზოდისთვის ვემზადებოდი, ძალიან საინტერესო კვლევას გავეცანი, რომელიც ჩინეთში ჩაატარეს და ჩინეთი არის ერთ-ერთი, არ ვიცი, ყველაზე კარგად აქვთ მოხელთებული ციფრული სივრცეების კონტროლის მექანიზმები აქვთ ძალიან, არ ვიცი, ყველაზე მაღალ დონეზე, მე მგონი, ჯერჯერობით მსოფლიოში. და ისევ დავეციეთ. გამომდინარე აქედან მოქალაქეებს, ჩინეთის მოქალაქეებს არ აქვთ წვდომა სოფლიო, ასე ვთქვათ, გლობალურ ქსელს არ არიან ისინი მიერთებული ინტერნეტის და არ აქვთ წვდომა ძალიან ბევრ საერთაშორისო ვებგვერდზე და 18 თვის განმავლობაში კვლევის მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა რომ შესულიყვნენ და გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო ნებისმიერ რამეს, მაგრამ შედეგად კვლევის მონაწილე ადამიანების უმრავლესობამ თავი შეიკავა. და ეს სურათი გაცილებით უფრო დამამფიქრებელი და მტკივნეული არის, იმიტომ რომ მათ არამხოლოდ ეშინიათ, არამედ ეჩვევიან მუდმივ კონტროლს და ბუნებრივი ხდება ასე ყოფნა. ცხოვრების რუტინა ხდება, ხო? ანუ მე უკვე ის სიახლე უფრო მეტად გაშინებს, ვიდრე ის რაშიც ცხოვრობ. ნორმად იქცევა ეს მუდმივ კონტროლში ყოფნა და მუდმივად რაღაც იმაზე ფიქრი რა გავაკეთო, რა არ გავაკეთო და ასე შემდეგ. შიში იქცევა ნორმად. საქართველოც რაღაცნაირად ნელ-ნელა ძალიან მყიფე ზღვარზე არის ციფრული ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე. დღეს როდესაც ჩვენ ამ ეპიზოდს ვწერთ არის 20 ივნისი და დღეს გახდა ცნობილი რომ ის ტექნოლოგიური ასე ვთქვათ კონფერენცია რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო დღეებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია რომ შენ არ შეგიძლია რომ პოლიტიკური განცხადება გააკეთო და თუ გააკეთებ ასეთ განცხადებას შენ უნდა ელოდო შესაბამის სანქციას რომ შეიძლება ვერასდროს მიიღო მონაწილეობა იგივე კონფერენციაში. ეს ძალიან სახიფათო სიგნალი არის. რა შედეგი ექნება ამას ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ დღეს საქართველოს რაღაცნაირად თითქოს მოწინავე პოზიციებს იკავებს, მეტნაკლებად რაღაცა ძვრები აქამდე იყო რომ დავწეოდით თანამედროვე სამყაროს რა შედეგი შეიძლება ქონდეს ამას ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, მაშინ როდესაც არსებობს რისკი იმისა, რომ ტექნოლოგიები იქცეს მასობრივი კონტროლის მექანიზმად. ბევრი კომპლექსური საკითხი წამოჭერი ჩინეთიდან დაწყებული ჩვენი კონფერენციით დამთავრებული და ალბათ უფრო იმ ლოკალურ გამოწვევებზე საუბრით დავიწყებ, რაც დღეს გვაქვს. რასაც დღეს ვხედავთ, არის რამდენიმე საკითხი. ერთი, რომ ინვესტორები უკვე ერიდებიან საქართველოში ფულის ჩადებას სტარტაპებში და ეს ძალიან კარგად გამოჩნდება. ძალიან საინტერესოა, როდესაც იგივე პროცესები დაიწყო აზერბაიჯანში. აზერბაიჯანმა ISN Geoenergia რაღაცნაირად ამ ტექ სექტორში გადაისროლა და შემოიტანა ეს სოციალური მეწარმეობა, ეს ტექნოლოგიები, სტარტაპები, უბრალოდ ერთი რაღაც გვავიწყდება. რომ ჩვენ არ გვაქვს იმხელა ფული და იმხელა პოლიტიკური ძალაუფლება რეგიონში, რამდენიც ამ შემთხვევაში აქვს აზერბაიჯანს. ანუ ის ადამიანები, ვინც დღეს შეიძლება თვალს ხუჭავენ პოლიტიკურ რეპრესიებზე და მაგალითად ტექ სექტორის ასე ვთქვათ, მოწინავე ინსტიტუტებთან, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებია, მაინც თანამშრომლობენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათი კოლეგებიც კი დღეს ციხეში არიან, ხო ესეა, ანუ ტექ სექტორის წარმომადგენლებიდანაც ჩვენ დღეს გვყავს პოლიტიკური პატიმრები. და ჩვენ გვყავს დღეს 50-ზე მეტი 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი და მათ შორის, ну, აი, წმინდათ რომ რაღაცა ვიწროთ შევეხოთ, რომ ემპათირება მოვახდინო იმ ადამიანთან, ვინც ჩემ გვერდით უმუშავია, ჩემთან ერთად უვლია მსგავს კონფერენციებზე. ხო, ანუ ალბათ ნორმალური მიდგომა იქნებოდა, რომ თითოეული კონფერენცია ზუსტად ამ ადამიანების ფოტოებით ვიწყებოდეს და არა რაღაცა, ასე ვთქვათ, ცენზურით. ამ ადამიანებს ავიწყდებათ ის, რომ საქართველოს ვერ გახდება აზერბაიჯანი ვერც ამიმართულებთ. ამხელა ფული ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერ ჩაიდება, რომ ეს სექტორი განვითარდეს და უბრალოდ საბოლოო ჯამში არც ეს თანამშრომლობა არ იქნება გამოსავალი. ანუ დღეს თუ შენ ამ თანამშრომლობას ასე ვთქვათ, აგრძელებ იმისთვის, რომ გადარჩე, თუნდაც ძალიან პირადი ეგოისტური მიზნებით გადარჩე, ეს არის წარმოუდგენელი იმ სიტუაციაში, როდესაც ყოველდღე ვეცნობით ახალ ნიუს, აგერ ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის მიმართულება როგორ ვითარდება სამხრეთში, როგორ შეიძლება და ის საქართველოში განვითარებულიყო და უზარმაზარი ინვესტიცია პირდაპირ წავიდა სამხრეთში, როგორ გადის ნელ-ნელა იმ დონორების ძირითადი ნაწილი, რომელიც საქართველოში მუშაობდა სამხრეთის მიმართულებით და როგორ ხედავს მას როგორც ახალ შესაძლებლობას და შენ ფაქტიურად უყურებ, როგორ მიდის ეს შენი მატარებელი და
ვერაფერს ვერ აკეთებ, ანუ იმიტომ რომ თან უკან გეკაჩება აი ეს შენი თანამშრომლობა, რომელზეც ასევე ამ ეტაპზე უარს ვერ ამბობ. ძალიან ხშირად ვადარებთ ხოლმე და ადრეც შეგვიდარებია, როდესაც ეს პროცესები აზერბაიჯანში, ბელორუსში, რუსეთში მიდიოდა, თუნდაც უკრაინის ომი რო დაიწყო და საქართველოში ძალიან დიდი ნაკადი შემოვიდა განსაკუთრებით ციფრული სპეციალისტების. აი ყველა ესე უყურებდით, რომ აი აქამდე სად იყვნენ და ეგ დღე დადგება ჩვენთვის. მე მგონია, რომ ძალიან ბევრად უფრო მალე დადგება, როდესაც ამ ადამიანებს მოუწევთ უფრო სწორედ, რომ ან ვეღარანაირად ვეღარ განვითარდებიან და მოუწევთ რომ ემიგრაციაში წავიდნენ და იქ ჩასულებსაც ზუსტად ისევე შეხედავენ და იტყვიან, რომ აი სად იყავი აქამდე და რაც შეეხება აზერბაიჯანს და ბელარუსსაც თუნდაც თუ შევხედავთ, ხო? ანუ ის რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ უკეთესი სამოქალაქო საზოგადოება ვართ, ჩვენთან დემოკრატიაა, ჩვენ უფრო დემოკრატიული საზოგადოება ვართ, მაშინ სად უნდა გამოჩნდეს ეს თუ არა იქ, როდესაც შენ პრინციპზე უნდა დარჩა და თუნდაც იგივე შენი სფეროს გადარჩენისთვის ბოიკოტში იყო იმ ინსტიტუტებთან, რომელიც ამას ხელს უშლის. შენ საქართველოში ტექ სექტორს ვერ განავითარებ, იმიტომ რომ 3 მილიონიან ბაზარზე არანაირი სტარტაპი არ იმუშავებს. ეს არის გამორიცხული და ამის მაგალითს ძალიან კარგად ვხედავთ სტატისტიკას, რომ გადავხედოთ საქართველოს ბაზარზე მორგებული სტარტაპებიდან რამდენი განვითარდა, 1%-იც არ არის. ამ დროს კეტავ ევროკავშირის ბაზარს ხო, ანუ რაღაც შეჩერების მექანიზმები იმოქმედებს ყველაფერზე და ასოცირების ხელშეკრულება ძალიან დიდი გზა გაუხსნა ქართულ სტარტაპებს ევროკავშირის ბაზარზე, რაც თავისთავად შეწყდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად დაინახოს ტექნოლოგიურმა სექტორმა ეს ამბავი, შენ თანამშრომლობ ინსტიტუტთან, რომელიც შიგნით შეიძლება პატარა თანხებს გაძლევდეს, მაგრამ გიკეტავდეს გლობალურ ბაზარს და რამდენად საკმარისია შენთვის ეს, იმიტომ რომ ტექნოლოგიები ეგრე არ ვითარდება, ხო? ანუ ტექნოლოგიები ვითარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასშტაბირებადება შეუძლია და თუ ამ გზას კეტავ, მაშინ უკვე შენ თვითონ ითხრი იმ საფლავს, რომელშიც მე ეს სექტორი მთლიანად ჩაწვება საბოლოო ჯამში. ან გამოიყენებ ამ ადამიანებს იმისთვის, რომ შექმნა ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც დაგეხმარება შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებისთვის. კი, შეიძლება. თუმცა მე მგონია, რომ მაგასაც ვერ შევძლებთ. ამ რესურსით ყოველ შემთხვევაში რაც გაგვაჩნია. როდესაც ვლაპარაკობთ ამ ავტორიტარული რეჟიმები როგორ იყენებენ ტექნოლოგიებს შიშსა და პოლიტიკური რეპრესიების იარაღად, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ჩინეთის და რუსეთის მაგალითები. და ფაქტობრივად ესენი არის მართლა ციფრული ავტორიტარიზმის რაღაცნაირი გზამკვლევი, რომელსაც თან რეგიონში ძალიან წარმატებით ავრცელებენ. რუსეთის მაგალითზე 2000-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთმა დაიწყო კანონების მიღება, რომელიც რეალურად კრიმინალიზებას უკეთებს მთავრობის კრიტიკას. და შემდეგ უკვე 2014 წელს და ბოლოს 2019 წელს მათ მიიღეს კანონი რუსული სუვერენული ინტერნეტის შესახებ და გამოეთიშნენ გლობალურ ქსელს და სინამდვილეში სახელმწიფო იქცა მთავარ რეგულატორად ინტერნეტის, ანუ ყველანაირი კონტროლის მექანიზმი მათ ხელში ჩავარდა. ჩინეთმა ეს გაცილებით ადრე გააკეთა, ჯერ კიდევ 90-იანი ჩინეთის რესურსის განსხვავდება ამ კუთხით. განსხვავდება, რუსეთს არ აქვს ჯერ კიდევ ის თანხები, მიუხედავად იმისა, რომ კი ის ძალიან დიდ თანხას დებს. ის ძალიან დიდ თანხას დებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, მათ შორის რუსეთში, მაინც ძალიან ჩამორჩება ჩინეთის რესურსს. და ჩინეთის ინტერესით საერთოდ სხვა არის არა ფინანსური მოგება, არამედ კონტროლის მექანიზმი გქონდეს მაქსიმალურად ძლიერი. და ძალიან წინ არიან, ასე ვთქვათ, მოქალაქეების კონტროლისთვის და ტექნოლოგიური მიღწევების აქვთ ძალიან მაღალი ხარისხის და როგორც თქვი, ავრცელებს ამას სხვა ქვეყნებში, ერთი მხრივ რაღაც ყაზახეთი, ყირგიზეთი, საუდის არაბეთი, მათ შორის ლათინური ამერიკა, მაგრამ მეორე მხარეს ყავს ტექნოლოგიური კერძო კომპანიები, რომლებიც ქმნიან სოციალურ ქსელებს, რომლებიც ისე ამ სოციალურ ქსელების ალგორითმი ისე არის აგებული თვითონ, რომ ძალიან კარგად სწავლობს ადამიანის ქცევას, რა მუშაობს, რა არ მუშაობს და ხედავთ და კვლევებიც აჩვენებს, რომ ყველაზე კარგად მუშაობს დეზინფორმაცია, პროპაგანდა, სიძულვილის ენა, ძალადობა, რასაც აქვს მაღალი ჩართულობა ნახვები და შესაბამისად სწორედ ასეთი შინაარსის მასალებს თავაზობს შემდეგ აუდიტორიასაც. ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ასეთი ტექნოლოგიური კომპანიები თანამზრახველებიც არიან სახელმწიფოების, თუ გავიხსენებთ მაგალითად ფილიპინების შემთხვევას, ხო, ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე,
როგორ იყენებდა Facebook-ს, იმიტომ რომ Facebook არის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი სოციალური ქსელი ფილიპინებში და როგორ ასე ვთქვათ, თავისი პოზიტიური იმიჯის გასამყარებლად, როგორ გაურიგდა ინფლუენსერებს, როგორ უხდიდა ფულს, რომ მასზე ელაპარაკათ კარგი რაღაცები, შექმნა ტროლების და ბოტების ძალიან დიდი არმია და ასე ვთქვათ, დაიწყო თანამშრომლობა ვისთან? საკომუნიკაციის კომპანიებთან, რაღაც სარეკლამო კომპანიებთან და მის თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ ჩემი იმიჯი შენ გააძლიერე და ამ ყველაფერს იყენებდა რეპრესიებისთვის, რომ გაეჩუმებინა კრიტიკული ხმები და ყველაზე მეტად რასაც ებრძოდა დუტერტე, ეს იყო კრიტიკული მედია და მარია რეისაც სწორედ ასე ვთქვათ, მისი პირადი პატიმარი იყო, როგორც ჩვენ დღეს გვყავს მზე ამაღლობელი. ციფრული ტექნოლოგიები ხშირად აღარ არის თავისუფლების, არამედ სახელმწიფო კონტროლის და კერძო კომპანიის ძალაუფლების გამტარი ხდება. და მე მაინტერესებს, როგორ ფიქრობ, რა გზები, რა სტრატეგიები, არ ვიცი, რა პერსპექტივა არსებობს იმისთვის, რომ ციფრული სივრცეები იყოს უფრო მეტად სოლიდარული, უფრო მეტად ადამიანზე ორიენტირებული, დღეს არსებობს ესეთი ტერმინი ადამიანური ტექნოლოგიები, იყოს კრიტიკულიც, თავისუფალი და ღია, რომ ადამიანებმა შეძლონ მიიღონ სანდო ინფორმაცია და არ გახდნენ მაინც და მაინც პროპაგანდის სამიზნეები. რა არის აი თუნდაც აი ტექნოლოგიური კომპანიების, კერძო სექტორის, ცალკე, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სტრუქტურების და სამოქალაქო საზოგადოების როლი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საუბარი მიმდინარეობს ევროპაში თუნდაც ციფრული სივრცეების რეგულაციაზე. კი, არა მარტო რეგულაციაზე, არამედ ხანდახან ცოტა მგონია, რომ აქვთ ევროპაში ეს ილუზია, რომ რაღაც ალტერნატიული ციფრული სივრცეების შექმნა არის შესაძლებელი და იქნება სხვა შორის ახლა რაღაც რამოდენიმე ალტერნატიული Twitter-ის ალტერნატივა შეიქმნა, რაღაც ახლა Facebook-ის ალტერნატივაზეც მუშაობენ, ანუ დიდი პროექტებია, რომელიც ამაზე მუშაობს. უბრალოდ რამოდენიმე ძირითადი პრობლემა, რასაც გვაწყდებით არის, რომ პროგრამა, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული ბიზნეს მოდელი, როგორ იშოვოს ფული, ვერ იქნება გრძელვადიანი და ვერ იქნება მდგრადი. ფული, როგორც შენ თქვი, კეთდება engagement-ზე და engagement-ი სამწუხაროდ ეს არის ადამიანური ფაქტორი და ეს არ არის რაღაცა ვიღაცის მიერ ჩადებული ადამიანური ფაქტორი არის, რომ engagement-ი იზრდება, როდესაც არის ყალბი კონტენტი, როდესაც არის ძალადობა, როდესაც არის სიძულვილის ენა, სამწუხაროდ ესეა. და მარია რეისაც ძალიან კარგად აქვს თავის წიგნში აღწერილი, როგორ დააღალატეს სტეკოლიგარქებმა და როგორ გადააგდეს, ასე ვთქვათ, და არ შეასრულეს საკუთარი სიტყვა, როგორც კი რისკის ქვეშ დადგა მათი თანამშრომლობა მთავრობებთან. ხო, ან ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, რომ აი Facebook-ი უნდა გახდეს უფრო მასკულინური მაგალითად და იმყურეთ, როგორ იყიდა მასკმა მაგალითად Twitter-ი X-ად გადააქცია და როგორ თავიდან ბოლომდე შეცვალა მიდგომა თვითონ ამ პლატფორმის მიმართ, რომელიც რა ვიცი, ერთ დროს ალბათ ყველაზე კარგი პლატფორმა იყო. ამიტომ მე არც ის არ მგონია, რომ გამოსავალი არის, რომ ეს ადამიანები ერთ დღესაც დაგვპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერს შეცვლიან და დაალაგებენ და მართლა იქნება რეპორტინგის მექანიზმები. მსოფლიოში იმდენად დიდი არის კრიზისი, რომ როგორც კი ანუ საზღვარზე ადამიანებს, როდესაც Facebook-ის გახსნას სთხოვენ, იქ უკვე ხედავთ, რომ ძალიან იმხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ ამას ეხლა იმითი ვერ მოვერევით, რომ რაღაცა ახალი სოციალური მედია შევქმნათ. ხო, ახალი სოციალური მედია არ იმუშავებს, იმიტომ რომ ამ ჭირდება ძალიან დიდი თანხა ჭირდება და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ სოციალურმა მედიამ იმუშავა მაშინ, როდესაც ამაში ჩაიდო ის რესურსი, რაც ჩაიდო საბოლოო ჯამში და რომელმაც უპოვა რაღაცა ეს გასაღები საზოგადოებას, რაც მათ ეხმარებოდა, რომ აი ეს ონლაინ ცხოვრება შეექმნათ და რაღაცა გამოეტანათ თავიდან ბოლომდე თავისი ცხოვრება ყველანაირად მუდმივად აი მომხმარებლის ქცევაზე იყო მორგებული, ხო? ან ძალიან დიდი მონაცემები მიაქვს და ამ მონაცემებზე დაფუძნებით ამ ქცევის შესწავლით, რა თქმა უნდა, ქმნის ზუსტად ისეთ პროდუქტს, რომელიც ჩვენ დოპამინს გვაძლევს მუდმივად, ხო? ერთი რაღაცა, რაც არ უნდა დაგვაუწყდეს, არის რომ ამ სოციალური მედიის მთავარი მომხმარებლები ვართ ჩვენ უფრო მეტი ვართ, ვიდრე ისინი, ვინც ამას მართავენ, ხო? ამიტომ ჩვენ როგორ მართავთ ჩვენ სოციალურ მედიას, რამდენად ვიღებთ პასუხისმგებლობას, როგორც თუ ვამბობთ, რომ როგორც მოქალაქე არ ვიცი, ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ სხვა მოქალაქე დავიცვა, აქციაზე გავიდე, პროტესტში ვიყო ჩართული, ასე შემდეგ და ასე ქვალმოქმედი ვიყო და ასე სოლიდარული ვიყო. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ის ცხოვრება, რომელიც ჩვენ გვქონდა ოფლაინ, ახლა ონლაინ არის გადასული და ზუსტად იგივე ქცევა უნდა გადაიტანო მაშინ და გახდა კარგი
ციფრული მოქალაქე ამ შემთხვევაში, ხო? და იქ გადმოიტანო ეს სოლიდარობას, ეს ცოდნის გავრცელებაც და თქვენ რა კვლევაც გქონდათ ეს ბაისტენდერების კვლევა, იმან ძალიან კარგად ააჩვენა, ხო, რატო ჩუმდებიან ადამიანები, უბრალოდ არ გაჩუმდი არა, იმიტომ მე თვითონაც ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, ხო? ანუ თვითცენზურა ერთი არის, მეორე არის, რომ არ შეიძლება ტროლებთან და ბოტებთან დისკუსიაში შესვლა, ეს კიდე მეორე უკიდურესობა არის, რომელიც შენ თვითონ გაგდებს საფრთხეში და შენი ოჯახის წევრებსაც აგდებს საფრთხეში და სულ ვამბობ ხოლმე, რომ სანამ რაღაცას დაწერ, ერთი ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და მოიფიქრე, რას მოგიტანს ეს ყველაფერი. არა ცენზურისთვის, არამედ შენივე კარგად ყოფნისთვის, მათ შორის მენტალურად, ხო? თუმცა მეორე მხარე არის, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვაწყდებით, როგორ ლანძღავენ ჩვენს მეგობრებს, თანამებრძოლებს, აქტივისტებს, მაგრამ ჩვენ უკვე ისეთ რუტინაში გადაგვივიდა, რომ სკროლობთ, ხო? ანუ იგივე სოლიდარობის გამო, ანუ მე რო დავინახო, რომ შენ ქუჩაში გირტყავენ, ამაზე ხომ ექნება რეაქცია? ხო, ანუ მინიმუმ არ ვიცი, პოლიციაში დავრეკავთ, პატრულში დავრეკავთ, მაგრამ რეაქცია აუცილებლად მექნება, ხო? იმის თქმა მინდა, რომ შენი აზრის დაფიქსირებას აქვს აზრი, იმიტომ რომ შეიძლება ვერ მოასწროს ამ პოსტმა იმ engagement-ის პოვნა, რომელსაც იპოვის იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავჩუმდებით და იპოვის გასავალს ზუსტად იმ ადამიანებში, ვინც აი ამ ძალადობით იკვებება და ვინც ზუსტად აი ესეთ პოსტებს ელოდება, რომ მოდი ხა მე ამ აქტივისტ გოგოებს გადავუვლი და ბოლომდე გამოვულანძღავ და მეორე არის კიდე ერთი მომენტი, რასაც მივხვდი წინა გაზაფხულზე, რომ ეს ძალიან ბევრს ვიკვლევდით აი ამ ონლაინ ძალადობას. ეს ადამიანები ხო არ არიან, ანუ კი ტროლები და ბოტები არიან, მაგრამ ძალიან ბევრი ხო ჩვენ გვერდით ცხოვრობს. მეტროში რო ჩადიხარ, ავტობუსში რო ადიხარ, ხო იგივე ადამიანები არიან, ვინც დღესდილით წაიკითხე, რომ რა ვიცი, Facebook პოსტში შენ შუაზე გაგლეჯვას ითხოვს მაგალითად რა. მაგრამ იმას თუ იქ აჩვენებ, რომ ამხელა სოლიდარული ქსელი გყავს, ის ფიზიკურ დაპირისპირებას ვეღარ გაბედავს. ისედაც უფრო უადვილდებათ ონლაინ ძალადობა, იმიტომ რომ ვერ იპოვი, არა იდენტიფიცირებადები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და დიდგულზეც არიან უფრო, მაგრამ შენ თუ აჩვენებ რომ ხელა ძალა გაქვს, ანუ ის ოფლაინ ძალადობის რისკიც მცირდება რა. იმიტომ რომ ის ხედავს, რომ შენ მარტო არ ხარ და შენ თუ შენ თანამებრძოლებს მარტო შეატოვებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მოიმე მეც არ გამლანძღონ და ახლა მეც არ მომხვდეს და მეც არ გამომფინონ, ხო? მაშინ უბრალოდ გამოდის, რომ აი როგორც მართლა ქუჩაში შეატოვებდი ვიღაცას ძალადობის მსხვერპლ ადამიანს მოძალადეს, იგივენაირად მზად ხარ, რომ ეს გააკეთო. ამიტომ ალბათ ისევ აქეთ უნდა ვეძებოთ სამწუხაროდ. მე არ ვამბობ, რომ ტექოლიგარქებმა არ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, უნდა აიღონ, მაგრამ ფაქტი არის, რომ არიღებენ და სადაც ხარი წაიღებთ და ვისაც პრეზიდენტად აირჩევენ ამერიკაში შეიძლება იქით გადაქანდნენ. ამიტომ ისევ ჩვენზე დგას ეს პასუხისმგებლობა და მძიმე არის, მაგრამ რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ, რომ უკეთესი ციფრული მოქალაქეები გავხდეთ და ანუ აქამდე ხო ვზრდიდით უკეთეს მოქალაქეებს და ეხლა უკეთეს ციფრული მოქალაქეები უნდა გავზარდოთ. და ძალიან საინტერესო არის ისიც, რომ ჩვენც არაერთი კვლევა წაგვიკითხავს ამ თემის გარშემო, რომ რეალურად ციფრულ სივრცეში თავდასხმები ისეთივე გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, როგორც ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, იქნება სექსუალური თუ სხვა შინაარსის, ანუ გავლენა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აქვს იდენტური და აი ხშირად არის ხო ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, რომ აი ადამიანი შეიძლება რაღაც თავს დაესხან ციფრულ სივრცეში და ვერ ხვდება მე რატო არის ცუდად, რატო ხდება ავად, რატო იწვევს ეს ქრონიკულ დაავადებას და ასე შემდეგ და სწორედ ამიტომ ჩვენ ერთი წლის წინ შევქმნით ონლაინ კურსი ზუსტად ციფრულ მოქალაქეობაზე, როგორ დავიწყოთ ასე ვთქვათ გაცნობიერება ჩვენი ქცევის ციფრულ სივრცეებში და როგორ დავიწყოთ ზრუნვა საკუთარ თავზე და აი ჩვენი რეალობა სულ გვაიძულებს ხო რომ რაღაც საფრთხეებზე ვიფიქროთ, თვითცენზურაზე, შიშზე, მაგრამ საინტერესო იქნებოდა დაგვენახა ეს სოლიდარობის ქსელი, რომელიც შეიძლება არსებობდეს ციფრულ სივრცეებში და ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები დღეს. პროტესტის პარალელურად ყოველთვის რაღაცნაირად თვითორგანიზდება სოლიდარობის ქსელები, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის შენი მოსაზრებაც, აი როგორ დავიწყოთ დანერგვა საკუთარ თავზე ზრუნვის ციფრულ სივრცეებში, რომ შევინარჩუნოთ ან კიდევ უფრო გავაძლიეროთ და დავიცვათ ციფრული სივრცე როგორც დემოკრატიული ადამიანზე ორიენტირებული გარემო. ძალიან რთული კითხვა. მე მგონია, რომ საკუთარი თავით უნდა დაიწყოს პირველ რიგში ყველამ და მეორე, რასაც არ ვიცი, სულ ვამბობ ხოლმე არის, რომ როდესაც ხედავთ, რომ ვიღაცა ხშირად არის, ხო, ან ხშირად პოსტავს, ხშირად წერს საკუთარ აზრს და ხშირად არის აი ამ შეტევის სამიზნე ობიექტი,
მოიკითხეთ ხოლმე ეს ადამიანი, თუნდაც ახლოს არ იცნო. შეიძლება ადამიანს ახლოს არ იცნოდე, მაგრამ პერიოდულად კითხვა, რომ როგორ ხარ, როგორ უძლებ, რამე ხო არ გჭირდება. იმიტომ რომ ეს კითხვაც რეფლექსია არის იმ ადამიანისთვის, რომ დაინახოს, რომ იქნება რამე მჭირდება, დახმარება მართლა მჭირდება. იმიტომ რომ ისე ვართ ამ ბრძოლის საბრძოლო რეჟიმში, რომ გგონია, რომ ნორმალურად გვექცა, ხო, ეს რაღაცა მუდმივი ონლაინ დაპირისპირება და ისიც რომ ვიღაცამ შეიძლება, რა ვიცი, გვაშეიმინგოს ონლაინ ჩვენი მისამართი გამოფინოს, რასაც დოქსინგში რასაც გულისხმობთ, ხო, რა ჩვენი ბავშვების სკოლის მისამართები, ტელეფონის ნომრები, ჩვენი სკრინები და ასე შემდეგ. და რაღაცა გონია რომ ეს არც არაფერია რა, ჩვეულებრივი აი ამ ბრძოლის ნაწილია, მაგრამ ამიტომ ამბობ რომ გონია რომ ჯერ ჩვენ თავით უნდა დავიწყოთ და ჩვენი უახლოესი წრით და ეს რეფლექსია მოვახდინოთ, რომ ხომ კარგად ხარ, ხო ნამდვილად შეგიძლია, რამე ხომ არ გჭირდება და მე უფრო ფართოდ გამოვიტანოთ თუნდაც ის რჩევები, რეკომენდაციები, რაც აი თუნდაც ეს რაც ვიგულისხმობ, ხო, ანუ ონლაინ აქტივიზმი ზუსტად იგივენაირად უნდა გავიაზროთ, როგორც ოფლაინ აქტივიზმი და უნდა ჩვენ თავს გავცეთ პასუხი ამისთვის მზად ვარ თუ არ ვარ. შემიძლია თუ არ შემიძლია. არ არის აუცილებელი რომ ამაზე ყოველთვის კი ან არა იყოს, ხო, პასუხი, ანუ ხანდახან შეიძლება არ შემეძლოს რაღაცა პოზიციის დაფიქსირება და მე მახსოვს ერთ-ერთი აქტივისტი ხალი ყვებოდა, რომელიც ასევე ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეობდა, რომ რაღაც პერიოდი იმდენად დიდი იყო ეს დარტყმა, იქ ფოტოები გამივრცელეს, იქ რაღაცა ვიდეო ჩამიწერეს, იქ რაღაც ნარატივი ააგეს და გაავრცელეს ჩემ რეგიონში, სადაც ვცხოვრობდი, ჩემ ცხოვრებაზე, რომ ძალიან ცუდად ვიყავი ჯანმრთელობის პრობლემებში. ასე შემდეგ, არა აქ ამას მნიშვნელობა და რაღაც პერიოდი აღარ პოსტავდი საერთოდ. ეს გამყინავი ეფექტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ხანდახან ეს გამყინავი ეფექტი არა, ხანდახან ადამიანისთვის მართლა საკუთარ თავზე ზრუნვა არის, ცოტა ხანი ტაიმაუტის აღება და იგიც ნორმად უნდა მივიღოთ და მე აქტივისტებისგან წამოვიდაო ეს მუდმივი ის, რომ აი ერთხელ აქციიდან ფოტო არ დადე, ერთხელ შენი აზრი არ დააფიქსირე, ანუ ესეც პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანის ის ქცევა მივიღოთ, რომელიც იმ მომენტში მისთვის მართლა გადარჩენისთვის შეიძლება ერთადერთი გზა იყოს და ანუ საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ეს სოლიდარობა, ამ სოლიდარობიდან გამომდინარე სხვა ადამიანებთან მუდმივად ვისაუბროთ და ვიმუშაოთ და მგონია რომ მუდმივად უნდა ვისაუბროთ და ვიმუშაოთ განსაკუთრებით ბავშვებთან, იმიტომ რომ დღეს ეს სივრცე მათთვის ფაქტიურად უკონტროლოა და თუ ჩვენ რაღაც ვერ შევძელით, რომ უკეთესი ციფრული მოქალაქეები ყოფილიყავით, მინიმუმ ახალთაობას მაინც შეიძლება რომ ამ კუთხით დავეხმაროთ, რომ ისინი მაინც გახდნენ უკეთესი ციფრული მოქალაქეები და ისინი როგორც წესი კიდე უფრო მოწყვლადები არიან, იმიტომ რომ ასევე როდესაც ქალებს ვსაუბრობთ, ხშირად დარტყმის ობიექტი მათი შვილები ხდებიან ხოლმე და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ რაღაც კონკრეტულ ჯგუფზე ზრუნვა შეიძლება არ იყოს საკმარისი და ეს უნდა იყოს ძალიან კომპლექსური მუშაობა იმისთვის, რომ დღეს და ხოლ ალბათ ვერ, მაგრამ რაღაც წლების განმავლობაში რაღაცა ცვლილება დაიდოს. ძალიან დიდი მადლობა თეონა საინტერესო საუბრისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც მოისმენს ამ პოდკასტის ამ ეპიზოდს, რაღაცა გააჩენს სივრცეს ფიქრისთვის და რეფლექსიისთვის, როგორ შეიძლება გავხდეთ უკეთესი ციფრული მოქალაქეები და რაც შენ თქვი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ეს ბავშვების შემთხვევაში, როგორ ციფრულ სივრცეს დავახვედრებთ მათ, იქნება ეს რაღაცა მკაცრად კონტროლირებადი რეპრესიული სივრცე, თუ ეს იქნება თავისუფალი და დემოკრატიული ღია სივრცე, სადაც ადამიანი შეძლებს მიიღოს ფაქტებზე დაფუძნებული და სანდო ინფორმაცია და ამავდროულად იყოს სოლიდარული სხვა ადამიანების მიმართ და მე ტრადიციულად არ შემიძლია არ დავასრულო ჩემი სოლიდარობით პოლიტიკური პატიმრების მიმართ, რომლებიც დღეს უკანონოდ ხედან ციხეში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ რომ სამართლიანობა დაბრუნდეს როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ სივრცეებში. უნდა შევძლოთ, სხვა გზა არ არის. დიდი მადლობა, თქვენ უსმენთ ICIS პოდკასტს და მომავალ შეხვედრამდე.